შეუძლებელია ვიყოთ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის სამიზნე დამოღებული. ის გახლავთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერი. საკუთარი პოლიტიკური ლიდერის ამბიციების კვალდაკვალ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსის დატოვებას აანონსებს. ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ გაერთიანებაში კლანებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ეგოებისა და კომპლექსების დატოლების გამო ნაციონალური მოძრაობის სამი ყოფილი მაღალჩინოსანის კოალიციაში უკვე 3 დღეა განხეთქილებაა. ვის უფრო დიდი ეგო აქვს და ვის ნაკლები კომპლექსი. ნაციონალურ მოძრაობაში არ აღიარებენ, რომ ცეცხლი პირველმა მათმა პოლიტიკურმა ლიდერმა გახსნა. პარტიაში ამბობენ, რომ ვერ იქნებიან ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტი-მიშას პოზიციებს ითავსებს. ეს სტატუსი არ იყო კონფრონტაციული, ის უბრალოდ ისტორიული ფაქტის კონსტატაციას ახდენდა. არ უცებ მოწოდება და რეკომენდაცია, როდის აქედან არის კონფრონტაცია, ვერ ხვდები. ადამიანი, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სხვებს, არ უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ თითქოს და ვიღაცა არის ინიციატორი რაიმე ტიპის თავდასხმის, ხო? მიხეილ სააკაშვილზე ეს თავდასხმები უნდა შეჩერდეს და უნდა აჯობონ საკუთარ პოლიტიკურ ეგოებს და კომპლექსებს მასთან მიმართებაში. მწვავე დაპირისპირების პარალელურად ციხიდან წერილების წერასა და პარტნიორების გაკიცხვას არწყვეტს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი. სააკაშვილი კვლავ მისი თამაშის წესებით მოქმედებას მოითხოვს და წარსულში მასზე დაქვემდებარებულებს კრიტიკის მიმღებლობისკენ მოუწოდებს. გამოქვეყნებული წერილით სააკაშვილი თანაგუნდელებს ტუქსავს, შეცდომებს უთვლის და ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის მთავარ იდეას, კოალიციურ ერთობასაც ეწინააღმდეგება. იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოუსრიალდეთ, საჭიროა ყველა ჩვენი შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება და სასარგებლო დასკვნების გამოტანა, ხო და გადავწყვიტე ამ ყველაფერზე ძალიან ღიად საუბარი და არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია კრიტიკის მიღებაც. ახლა გამეფებული კონცეფციაა, რომ მხოლოდ კოალიციური მთავრობა გადაარჩენს საქართველოს. მე მაინც ვიტყვი, რომ კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიული მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა. როგორც აღმოჩნდა, დაპირისპირებასთან ერთად ნაციონალური მოძრაობა აღარც ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის შეხვედრებს ესწრება. თამარ ჩერგოლეიშვილის თქმის შეთანხმებას არაფერი ემუქრება და კვლავ ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ დაპირისპირებასა და დაყოფაზე მიუთითებს. ფედერალისტების ლიდერი სააკაშვილის პარტიას ალიანსის წესების დამორჩილებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩამოშორებით ემუქრება. დღეს ხო ნახეთ, რო არ იყვნენ. მათი საქმეა კიდევ ერთხელ, ანუ შეთანხმებას არაფერი არ ემუქრება. ჩვენ 8 პარტია ვრჩებით შეთანხმების ერთგული და რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის შიდა არეულობას, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ ეს შეთანხმება, ხელი რასაც მოაწერეს, კარგი შეთანხმებაა თუ ლუზერობის ფორმულა, თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას მათ შიდა პრობლემებში. წესები გაწერილია, ამ წესების მიხედვით მოქმედებთ. ყველა უნდა დაემორჩილოს ამ წესებს, ვინც არ დაემორჩილება ალიანსი დაუპირისპირდება. ჩვენი ლიდერი არ არის მიხეილ სააკაშვილი და თუ თავის პარტიასთან აქვს პრობლემები, თავის პარტიას ელაპარაკოს და გაარკვიონ ერთმანეთში. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის დაწყებული კონფლიქტი ზურაბ ჯაფარიძისთვის ხელოვნურად შექმნილია, რადგან ნაციონალურ მოძრაობას ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის დატოვება სურს, პარტიას კი გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ჩანს მე მგონი გადაწყვეტილება მიღებული აქვს პოლიტიკური, რომ გასასაპირებენ ალიანსიდან ეს დანარჩენი ყველაფერი ჩემს ვთქვათ ხმაურია. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ეპისტოლარული დაპირისპირებიდან გია ბარამიძისთვის აღმაშფოთებელი არა სააკაშვილის მიერ დაწყებული კონფლიქტი, არამედ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის პასუხი აღმოჩნდა. ერთმანეთზე განცხადებებით უნდა ველაპარაკოთ, ამხელა ალიანსში ხელისუფლებაში მოსასვლელად გვაქვს ისა პრეტენზია და 26 მაისს მოუწოდებთ ხალხს ერთად ვიყოთ და ერთიანობისკენ მოუწოდებთ და ერთმანეთს განცხადებებით უნდა ველაპარაკოთ. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსში არსებული დაპირისპირება უინტერესოა მართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ეგრეთ წოდებული გაერთიანების და შემდგომ დაშლის პროცესი საზოგადოებამ არაერთხელ იხილა. იმ ადამიანების ალიანსი კი, რომლებსაც მხოლოდ გარე პატრონი აერთიანებთ, მუდამ კრახისთვისაა განწირული. ოპოზიციის ეს მორიგი ეგრეთ წოდებული გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის უკვე ალბათ მეათე ეგრეთ წოდებული ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მე თვითონ ვეშლიან, მე რამდენად უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი, ხო? რეალურად ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, თუ რამდენიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში. ყველა ნაციონალური მოძრაობის წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან, ხო? ვიცით, რომ ყველა იმართება გარედან, არიან ქვეყნის მოღალატეები, არიან ქვეყნის მტრები, ქვეყნის ინტერესთან და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილთან ამ ადამიანებს საერთოდ არაფერი საერთო არ გააჩნიათ. საერთოდ ქვეყნის ინტერესთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მათი ქმედებები.
სადამდე მივა დაპირისპირება და დარჩება თუ არა 9 პარტიისგან შემდგარი სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსი 8 წევრით ნაციონალური მოძრაობის გარეშე. ახლა მთავარი კითხვა ეს არის. დღის ბოლოს მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა და წასვლის გადაწყვეტილება ჯერ არ დაადასტურა, თუმცა დაადასტურა ის, რომ პარტნიორების კრიტიკის შეწყვეტას მაინც არ აპირებს.